მაესტროს ინფორმაციით ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ზაზა აბაშიძის დანიშვნა გადაწყვეტილია. აბაშიძეს ოფიციალურად თანამდებობაზე ორშაბათს წარადგენენ. ისტორიკოსი მისი დანიშვნის შემთხვევაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნას გეგმავს და როგორც თავად ამბობს, თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს. გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ ცენტრის ის თანამშრომლები, რომლებიც ყოფილ დირექტორს ბუბა კუდავას უჭერდნენ მხარს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე სამინისტრომ კონკურსი რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რასაც ცენტრის მაშინდელი დირექტორის და თანამშრომლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. განათლების მინისტრმა მიზეზად საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და ცენტრში გამოვლენილი დარღვევები დაასახელა. ოფიციალური რეზულტატი ჩვენთვის უცნობია და ამიტომ ვერ ვილაპარაკებ ვერაფერზე. მინდა გითხრათ ის, რომ კომისია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, იყო რამდენიმე ცნობილი ქართველი მეცნიერი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ ამგონია, რომ ეს იყო ადვილად манипуლირებადი, ასე ვთქვათ, კომისია, რომელიც ხის ჭკუას და გონებას დახვება. ბუბა იქნება დირექტორი, თუ მე ამირჩევენ დირექტორად, ვიმეორებ, მე ოფიციალური ცნობა ჯერ კიდევ არ მაქვს ამაზე. ყველა ორი ფეხით და ყველაფრით უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გაიზარდოს ბიუჯეტი, იმიტომ რომ ეს არის უძირითადესი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება საქართველოში. ვაპროტესტებთ დირექტორის შეცვლის მცდელობას იმ დროს, როდესაც ის ძალიან კარგად ხელმძღვანელობს როგორც ინსტიტუტში დაცულ უძვირფასეს სიმდიდრეს, ისე მისი შესწავლის ამოცანას და გამუზეურებას დაბეჭდის ფაქტებს. ეხლა მისი შეცვლა ეს პირდაპირ არის ეროვნული ღალატი.